მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი ვიდეო თავიდან ბოლომდე მიეძღვნება ჩინურ ტრაქტორებს, რომელიც ძალიან აქტუალურია საქართველოში. მე მგონი კი არა, ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე გაყიდვადი ტექნიკა არის. შესაბამისად, ამ ვიდეოში კონკრეტულად ვისაუბრებთ ტრაქტორებზე, არა მისაბმელებზე და შევეხებით რამდენიმე ბრენდს, რომელიც ყველაზე მეტად ყიდის და ყველაზე ბევრი არის ჩვენს მეურნეობებში, ესე რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ, ამოვიღეთ ციფრები, რომელი ინფორმაციაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არის და ძალიან მარტივია მაგის ამოღება. იქაც ჩვენი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გამართლებულია და ციფრები ზუსტად იგივეს გვეუბნებიან. შესაბამისად, ის სამი ბრენდი მინდა თავიდან ბოლომდე გავიარო, რომელიც არის top 3. ეს არის ლოოლი, იტო, ან უტო, მაგას დავადგენ, როგორც ითქვით და შანდონგ სალიდი. ამ ვიდეოში მინდა რომ ესე ძალიან სიღრმისეულად განვიხილოთ ამ სამი ბრენდის ტრაქტორები. ავიღოთ საშუალო სიმძლავრე, ყველაზე მოთხოვნადი რომელიც არის, ეს არის საშუალო, უფრო ვიტყოდი დაბალი სიმძლავრეები, დაახლოებით 50-60, რომელიც უფრო მეტად მასიური არის, ესე რომ ვთქვათ. განვიხილოთ კონკრეტული სპეციფიკაციები, რაც შედის ამ ტრაქტორში, ისიც გავიგოთ, რეალურად ვისი წარმოებული ძრავი უდევს, ვისი კოლოფი უდევს, რა ხიდი აქვს და ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, მე ძალიან მაინტერესებს დარწმუნებულად, თქვენ ძალიან მაგრად გაინტერესებთ, რა განსხვავებაა საერთოდ ამ ჩინურ ტრაქტორებში, რა ამ თითო სპეციფიკაციებშიც, ტექნიკურად და თვითონ წარმომავლობაში რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრია. ეხლა ბაზარზე რო გადაათვალიეროთ, ალბათ უამრავი დასახელების ჩინური ტრაქტორია და მე ძალიან მინდა გავერკვიო, ვისთან რა ადევს, რა ტრაქტორში რა ადევს, ვი რა ძრავს ხმარობს და ასე შემდეგ. ამაში დარწმუნებული ვარ, თვითონ წარმომადგენლობებიც, ოფიციალურები ვინც არიან, ისინიც მოგვეხმარებიან, იმიტომ რომ ვაპირებ, რომ ყველასთან მივიდე და ის რაღაცა დეტალები მათთან ერთად გადავამოწმო კიდეც, თქვათ, ჩემი ინფორმაცია და დავადასტუროთ კიდევაც, რომ ესე არის ნამდვილად. და რაც შეეხება უკვე დიდ სიმძლავრეებზე ვფიქრობ ცალკე ვიდეო გავაკეთო, იმიტომ რომ საინტერესო არის მანდაც ძალიან უკვე ახლა ევროპულთან შეადარო, თქვათ, ვიცით რომ ფასი განსხვავებულია, ვიცით რომ ტექნიკური სხვაობა იქნება, რამდენად სხვაობა, რამდენად ღირს, თქვათ, ეს ძალიან დაბალი ფასი და ის რაღაცა ხუთმაგი ფასი, ხო? ეგეც საინტერესო არის იდეაში და რა რომელი სადგან მოგვადგება, მაგაზეც ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი. როგორც პატარა სიმძლავრის, დაბალი სიმძლავრის ტრაქტორებში, ასევე მაღალი სიმძლავრის ტრაქტორებში, იმიტომ რომ ყველა საინტერესო მე მგონი ეგ არის, რომ სად გვიღირს ჩინური ტექნიკა ვიყიდოთ, სად არ გვიღირსო ჩინური ტექნიკა ვიყიდოთ. მე მგონი ეს ძალიან კარგი კითხვა არის საერთოდ და პასუხიც ძალიან ისე კონკრეტულად უნდა გაეცეს. რაც შეეხება გამოცდილებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოგვეხმარებიან ის ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი ხანია ყავთ უკვე და მოიხმარენ თავიანთ მეურნეობებში ამ კონკრეტულად თქვა ჩინურ ტექნიკას, იმიტომ რომ მრავალი წელია საქართველოში იყიდება და შესაბამისად პრაქტიკაც და გამოცდილებაც საკმაოდ არის დაგროვილი და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ამ ხალხთან გასაუბრებაც რა. მე აუცილებლად მოგიწოდებთ კიდეც ახედა რომ შეუმეხმიანეთ, მომწერეთ რა, ვისაც ყავთ ძალიან დიდი ხანი და რა გამოცდილება გაქვთ, როგორია ეს ყველაფერი, როგორია თქვათ ყავდეს ჩინური ტექნიკა 5 წელი, 6 წელი, 7 წელი, 1 წელი, ძალიან საინტერესო იქნება სხვა დანარჩენი ფერმერებისთვის, რომლებიც თქვათ დღეს ფიქრობენ, რომ თქვათ რაღაცა ალტერნატივა თქვათ ევროპულის თქვათ წავიდნენ და ჩინური ტექნიკა იყიდონ. რაში გამოადგებათ, რაში ვერ გამოადგებათ? ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ამაზე მინდა რაღაცა ისეთი კარგი ამომწურავი პასუხები გავცეთ რა. ეს ერთი ვიდეო არ იქნება ჩინურ ტექნიკასაც შეეხება. ვფიქრობ რამდენიმე ვიდეოც იქნება, ბევრი იქნება. თან მინდა რომ მე შევადაროთ კიდეც, ევროპულს შევადაროთ, სხვადასხვა ქვეყნებისაც შევადაროთ ერთმანეთს და რეალურად ჩვენთვის რაც არის მისაღები და თითოეული ფერმერისთვის თქვა თავის მეურნეობაში რა ჭირდება, იქ უკვე რაღაცა გადაწყვეტილებაში ადამიანს მიეხმაროს. კიდევ ვიტყვი იმასაც, რომ ეს არ არის დასპონსორებული ვიდეო, მხოლოდ ჩემი ინიციატივა არის და
შესაბამისად, ანუ ვერცეთ მხარეს ვერ დავიჭერ, ვერცეთი ბრენდისას და ვერც ვერავისას ნამდვილად. დღეს დედოფლის წყაროში ვარ. წესით აქ უნდა გაიმართოს პატარა ღონისძიება თვითონ ჩინური ბრენდის უტოს წარმომადგენლობასთან ერთად. შეიძლება იქ ტექნიკა არ ყავდეთ და არც არაფერი, მე მივალ და გავესაუბრები და შემდეგ უკვე ვეწვევი ყველას, მოკლედ ყველა წარმომადგენელს, ყველა ცენტრში მივალ და იქ ადგილზე გადავიღებ კიდევაც კადრებს და იმ ტექნიკურსაც რაღაცნაირად მივყვეთ და მე საბოლოოდ რაღაცა პატარა ის გავაკეთოთ შეჯამება, სადაც ყველა ამ სამი ბრენდის თქვათ ესე დავარქვათ, ამ დასაწყისისთვის სამი ბრენდის ტრაქტორები ტექნიკურად შევადაროთ. მისი წარმომავლობები, მისი ესე რომ თქვათ შიგნეულობა, რა ზდებენ, რა ძრავს თავაზობენ, რა კოლობს, რა ხიდს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სპეცტექნიკის ამბავში, ანუ ძალიან მიღებული პრაქტიკაა, რომ თქვათ ერთ ძრავს ხმარობდეს დაახლოებით 5 ბრენდი, მეტი ბრენდი, ვიღაცა კოლობს ხმარობს სხვა ბრენდისას, იმიტომ რომ ამ კოლობს თავისი წარმოებელი ყავს, ხშირ შემთხვევაში ძრავს თავისი წარმოებელი ყავს. ეხლა ყველა ბრენდი თავის ძრავს და კოლობს და ხიდებს ესე ვერ აწარმოებს, არ გამოვა, ვერ გამოდის და ეგრე არ არის. ასე რომ ამ დეტალებში შესვლით, ანუ ჩვენ გავიგებთ რეალურად, ანუ როცა ვიყიდით რაღაცა ბრენდს, გვეჩვენება რომ აქ-დებს თქვათ ამის ძრავი, ამის კოლოფი, ამის ხიდი, ჰიდრავლიკა და ასე შემდეგ. და ამაში გავერკვიოთ დასაწყისისთვის. მერე უკვე შევადაროთ უკვე სხვა ტრაქტორებს, სხვა ქვეყნის წარმოებებს და მერე გადავიდეთ უკვე შეფასების ამბავში, სადაც ვიტყვით რა ტრაქტორი, თქვათ, სად უფრო მეტად გამოგვადგება. აქ მაგ ხედველობაში, რა თქმა უნდა, ჩინური წარმოების ტრაქტორები, იმიტომ ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია, ძალიან მისაღები ფასია. კი, გარკვეულად შეზღუდული არიან ტექნიკურ ამბავში. ხო და აი სადამდე არიან შეზღუდულები, მოკლედ მაგის გარკვევა მინდა მე ძალიან და დაწუნებულად თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ასე რომ დავიწყებ. დღეს შეიძლება აქ კადრები ვერ გადავიღო, მაგრამ თქვენ ვიდეოში იხილავთ უკვე სამ სხვადასხვა ცენტრში გადაღებულ კადრებს და იქიდან იქ უკვე მოგიყვებით უკვე დეტალურად ამ ტრაქტორებს. წავედით. მოკლედ ვაგრძელებთ ჩვენს ვიდეოს და მოვედით პირველ სტუმართან და ეს არის ლოვოლის ტრაქტორები. ჩემი სურვილი იყო, რომ ახალი ტრაქტორი გადამიღო, იმიტომ რომ რაღაცა მგონია ვიდეოში უფრო ესეთ სასიამოვნო საყურებელი იქნება და შესაბამისად დავუკავშირდი ლოვოლის წარმომადგენლობა საქართველოში GMC Motors და ეხლა ვიმყოფები აგარის ბაზაზე, სადაც ძალიან დიდი არჩევანი აქვს ტრაქტორები, სხვადასხვა სიმძლავრების, იქით აგრეგატებს ხედავ, ეხლა მისაბმელ აგრეგატებზე მაქვს საუბარი და მოკლედ ძალიან ისეთი შთამბეჭდავი ბაზაა. და აქ რაღაცა გვაქვს საშუალება, რომ ესე კომფორტულად, მარტივად გადავიღოთ, რაც ჩვენ გვაინტერესებს რეალურად. და გვაინტერესებს, როგორც უკვე შესავალში იქნა ნათქვამი, 50 ცხენის ზალიანი, 60 ცხენის ზალიანი ტრაქტორები და დავიწყებთ ლოვოლის 50 ცხენის ზალიანი ტრაქტორებით. აქ სამი ცალი მოდელი არის წარმოდგენილი სპეციალურად ზომების და წონების განსხვავებით და რაღაც პატარ-პატარა განსხვავებებია, რომელსაც აუცილებლად ეხლა მოვყვები უკვე. ყველა ვარიანტში უნდა ვახსენოთ ბრენდის პატარა ისტორია, ესე რომ ვთქვათ. არის ჩინური მწარმოებელი და საქართველოში ხა ძალიან პოპულარული არის, იმიტომ რომ დაახლოებით წეგა როგორც ვთქვი 15 წელია უკვე საქართველოს ბაზარზე არსებობს ეს ბრენდი, ძალიან კარგად იცნობს ხალხი, უმეტესობა ფერმერების ძალიან კარგად იცნობენ და ანუ ასევე საქართველოს გარდა მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში შევხვდებით, როგორც ევროპის ქვეყნებში, ამერიკის კონტინენტზე, აზიაში და ასე შემდეგ. საკმაოდ ცნობილი, პროგრესირებადი ბრენდი არის, განვითარებადი ბრენდი არის, იმიტომ რომ წარმოებაც განსაკუთრებულად ან ესეთი აქვს, თავისებური აქვს, იმიტომ რომ რობოტი აწყობს ყველა ტრაქტორს და ხელით არ იწყობა. შესაბამისად, ხარისხზე აქვს პრეტენზია, რასთავარია და მოკლედ რავი, ჩვენც გადავხედოთ
გამოცდილებასაც რეალურად 10 წლის უკან რა იყო ლოვოლი, მაგასაც განახებთ შემდეგ ვიდეოებში და დღეს უკვე 2025 წელს რას გვთავაზობს ლოვოლი საქართველოს ბაზარზე, მაგასაც დავათვალიერებთ უკვე დღეს. ეხლა გადავიდეთ უკვე მოკლე აღწერაზე ტრაქტორების. ეხლა სამი მოდელი დავაყენეთ სპეციალურად, იმიტომ რომ არის განსხვავებები კომფორტის ამბავშიც, არის განსხვავებები ძრავებში, ხიდებში და ასე შემდეგ. ეს ყველაზე ვიწრო ვერსია არის, რომელიც პოპულარულია, რა თქმა უნდა, ვენახის რიგებში, სადაც ვიწრო რიგები არის. შემდეგ უკვე მოდის საშუალო სიგანის ტრაქტორები, სადღაც 1.60-მდე და ის უკვე სადღაც 1 და 70 არის ამის სიგანი დაახლოებით. უკანა დისკები ახლა ყველას აქ რეგულირებადი და რაღაცა ზომის ვარიაციის საშუალებას მოკლედ იძლევა. ერთადერთი რასაც უყურე და რაც ვათვალიერე, კაბინებში ეს ორი ტრაქტორი თითქმის ერთი და იგივე არის. შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი არის, იმიტომ რომ ფასიდან გამომდინარეც, ეს ყველა 50 ცხენის ძალიანია, მაგრამ ეს შავი მოდელი გაცილებით მაღალი კლასის არის, ესე რომ ვთქვათ. აქ დიდი კომფორტი არ გვხდება კაბინაში. საკმაოდ ისეთი ბიუჯეტურადაც გამოიყურება. ამ შავ მოდელში უკვე შედარებით კომფორტიც არის, იქ სავარძელია ამორტიზირებადი, იქ რაღაცა უფრო კომფორტულად ვზივართ, თან გაბარიტით რა თქმა უნდა უფრო საშუალებას გვაძლევს, რომ ესე უფრო კომფორტულად ვიждეთ მოკლედ ოპერირების დროს. უნდა გამოვერკვიოთ, როგორც თავიდანვე შესავალში, ძალიან ბევრი ჯიში არსებობს ჩინურის, ძალიან ბევრი ძრავი არის, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა მწარმოებლები და შესაბამისად რაღაცებში გავერკვიოთ რა. ეს მოდელი, რომელიც ჩემი აზრითაც და რეალურადაც ყველაზე დახვეწილი არის, ამაში დგას უკვე ხინჩაის ძრავი. ამ სიმძლავრეებში არის ხინჩაი. შეიძლება შეგვხვდეს შანდონგი, შეიძლება შეგვხვდეს მერე უკვე დიდებში ვეიჩაი. ჩინური მწარმოებლები არიან, რაზეც ვსაუბრობ ყველაფერზე. აქ უკვე შედარებით ძლიერი ხიდები გვაქვს. ვიზუალურადაც ეთყობა, ცოტა მსხვილი არის, გაცილებით ისეთი არის, რა ქვია, რო ვთქვათ, ჯანიანი. კოლოფი გვაქვს აქ უკვე 12 წინ, 12 უკან, რევერსით. ბლოკირებული ხიდი, ძალამსმელი სიჩქარე იქ 540, 1002, 2 სიჩქარეა. 4-4-ზე არის წინა ხიდის ჩამრთველი, გამომრთველი, რა თქმა უნდა და უკანა საკიდის სისტემა, რომელიც არის დაახლოებით ტონამდე ტვირთამწეობის მაქსიმუმ ვამბობ ამას. და რაც მთავარია, ძალიან მომეწონა, მე არ ველოდებოდი 50 ცხენის ძალიანი. თუნდაც კაბინიანი ტრაქტორი ჩინური წარმოების იქნებოდა 2800 კილოგრამი. ძალიან მაგარი შედეგი არის, ესეთია კონკურენტუნარიანი არის ნამდვილად. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეალურად წონას ტრაქტორის შემთხვევაში. იმიტომ რომ სიმძლავრე რაც არ უნდა გქონდეს, სიმძიმე თუ არა აქვს ტრაქტორს შესაბამისი მოჭიდება ვერ აქვს და შესაბამისად ვერანაირ ოპერაციას ესეც ვერ შეასრულებს, რაც უნდა ასრულებდეს თქვათ 50 ცხენის ძალიანი ტრაქტორი. საერთო ჯამში კაბინა, როგორც თქვი უკვე, ძალიან ისეთი ნორმალურად გამოიყურება. აქ უკვე ამორტიზირებადი სავარძელი არის. მე ხა დაახლოებით ვარ 1.95 მ და შემიძლია თამამად თქვა, რომ ძალიან ისე კომფორტულად, ისე ნორმალურად ვეტევი. არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, თქვათ, ამ ზომის და გაბარიტის კაბინაში მუშაობის. ისეთი სავარძელი ვერ მიტყვი, რომ ეხა ევროპული წარმოების ძალიან ისეთ ტრაქტორის სავარძელი აქვს, ეგეთი კომფორტული, მაგრამ ამორტიზირებადი მაინც რო არის, ეგეც ძალიან მაგარია. აქ გვაქვს ჰიდრავლიკებზე არ მithქვავს, ორი წყვილი ჰიდრავლიკის სარქველი აქვს, ანუ ჯამში 4 გამომავალი სარქველი არის. ეს პერკეტული არის, რა თქმა უნდა. რადიოც გვაქვს, ანუ მაგნიტოფონიც გვაქვს. აქ შუშების ჩამრთველი, გამომრთველი, კონდიციონერი გვაქვს და იდეაში მეტი არც არაფერი, მხოლოდ ის საჭირო პერკეტები, რაც ჭირდება, ექსპლუატაციაში. რო ვთქვა, ეხა გაოცებული ვარ ამ კაბინით თქო, ნამდვილად არ ვარ გაოცებული, მაგრამ
იმ ბიუჯეტშიც, რა ბიუჯეტშიც ეს ტრაქტორი შეიძლება შეიძინო, ისეთი საკმაოდ ნორმალური სალონი. კაბინაში ძალიან ისეთი ნორმალური ინტერიერია. შემდეგ მე ვნახავ როგორი იქნება დაქოქილზეც რა და რამდენად ხმა შემოდის და ასე შემდეგ. ოღონდ მაგას უკვე შემდეგ ვიდეოში ნახავთ, სადაც რეალურად მუშაობაში გადავიღებ და აი მაგ ნიუანსებსაც შევეხები, იმიტომ რომ ძალიან რთულია მთელი დღე იმუშაო კაბინაში, სადაც გცხელა, ამორტიზირებადი თქვა სავარძელი არ გაქვს და არანორმალურად დიდი ხმა შემოდის და ვიბრაცია აქვს და ასე შემდეგ. ასე რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მაგას აუცილებლად გადავიხო. და ეხლა შევხედოთ მეორე ვერსიას. მეორე ვერსია ანუ გამომდინარე იქიდან რომ კაბინაში აღარ გვაქვს თქვა ის თუნდაც იგივე კომფორტი, შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია. ეს ორი ტრაქტორი თითქმის ერთი და იგივე არის აბსოლუტურად, კაბინითაც და ყველაფრით, ეს ძრავითაც, კოლოფითაც, ხიდებითაც ყველაფრით. უბრალოდ აქ მხოლოდ სიგანეში გვაქვს სხვაობა. ეტყობა რომ ძალიან ბიუჯეტური ვერსიაც არის, იმიტომ რომ დაახლოებით $5,000 არის სხვაობა, წარმოიდგინეთ ახლა იმ შავ ტრაქტორსა და ამათ შორის. ძრავი აქ უკვე დგას შანდონგის, აქაც და აქაც, ესე რომ ვთქვათ, შანდონგის ძრავები არის, წონა გვაქვს აქ უკვე 2100 კილოგრამი და საკმაოდ ისეთი არის, ნორმალური წონა არის მაინც და ტვირთამწეობები არის, აქ კიდე განსხვავება 650 კილომდე აქვს მაქსიმალური ტვირთამწეობა ამ ორ მოდელს. ეხლა რავი, კაბინაც ვნახოთ იდეაში, იმიტომ რომ დიდად სანახავი კაბინა არ აქვს. მაგრამ მოკლედ აქ უფრო მარტივად არის კიდე საქმე. მხოლოდ ბერკეტები გვაქვს, რაც ექსპლუატაციაში გვჭირდება. აქ არის კოლოფი 8 წინ და 8 უკან გადაცემა, სიჩქარე და რევერსი აქაც გვაქვს. ანუ ნეიტრალი არის, წინ წასვლა და უკანსვლა. წინსვლა და უკანსვლა. აქაც უბრალოდ აქ არის ჩამოტანილი ყველაფერი და ჰიდრავლიკის სარქველების მართვა, მაღალი და დაბალი სიჩქარე, რა თქმა უნდა, აქ გვაქვს და აქაც 1000 ბრუნი გვაქვს 540 ბრუნზე, ძალამწმების სიჩქარეზე მაქვს საუბარი. აქ უკვე ხიდის ჩართვა გამორთვა და უკანა ხიდის ბლოკირება. ეს ესე რომ ვთქვათ, ფუნქციურად ყველა ერთნაირი ტიპი არის, უბრალოდ იქით გვაქვს ცოტა მეტი კომფორტი. აქ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდი შავისგან განსხვავებით, მოკლედ ეს სავარძელი მე არც განვიხილავდი, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ იქნება უბრალოდ კომფორტული. სავარძელს თითქმის საერთოდ არ აქვს ამორტიზირება, მკვდრად არის კაბინაზე, ასე რომ აქ მე არ ვისურვებდი, ამ კაბინაში მუშაობას მე არ ვისურვებდი. თორე ისე ზომის ამბავში, ანუ საკმაოდ ისეთი კარგი ზომა არის თვითონ კაბინაში გააქრა სივრცე რომ იჯდა ნორმალურად. კონდიციონერი გვაქვს, აქ არ დაგვწხება. იმედია, კაი კონდიციონერი მაგასაც მე შევამოწმებ. იმედი აქ არ დაგვწხება. და რაღაცა წინა გზნობა მაქვს, რომ აქ უფრო მეტი ხმაური იქნება, როცა დავხურავთ და ჩავხტავთ, ან თქვა დავქოქავთ და უკვე ვიმუშავებთ. იმ კაბინის გადაღებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ერთი და იგივე არის აბსოლუტურად, უბრალოდ უფრო მეტად ვიწრო არის. მაგრამ თუ გინდათ, მაინც ნახოთ 1.40 არის ახლა ამის სიგანი. საკმაოდ ვიწრო ტრაქტორია და მაინტერესებს ხო, ძალიან ნორმალური ის არის, რა ქვია. სპეციალიზირებულ ტრაქტორებს, აი ევროპოს ბევრს. აქ ჩვენ კოლოფის თავზე ვხედავთ ხოლმე. ეს აქ გადაწყვეტა კარგი არის იდეაში, სადღაც კარგია, სადღაც არ არის კარგი, რომ კლიანი სიფრთხე გვაქვს, ანუ და ძალიან კომფორტულად ჟდები. უბრალოდ ტრაქტორიც მაღლა იწევს და ეგ მე უკვე რაღაცებში აღარ გვაწყობს, უკვე რელიეფიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამას. აქაც იგივეა აბსოლუტურად 8 წინ, 8 უკან. რევერსი და იგივე მონაცემები აბსოლუტურად. აბსოლუტურად აქაც ძალიან ნორმალურად ვზივარ, რეალურად ანუ ის სივრცის ნაკლებობის პრობლემა არ მაქვს. ხედველობაც არის ნამდვილად. რაც
არის საჭირო რეალურად. Просто აქაც საშინელებას გაქვს. ეს სავარძელი კატასტროფა. ეგეც უნდა გამოვცადო უეჭველი, სადმე უნდა ვიმუშაო იმ სავარძლით. და უნდა გადავიღო კაბინაში რა მოხდება. ალბათ თირკმელები ქვემოთ და ღვიძლი შუაში და ფილტვები დაიწევს ქვემოთ. რაღაცე არ ვიცი რა მოხდება. ხო, ანუ ვისაც თირკმელში გაქვთ კენჭი და ამოგდება გენათ სადინარისკენ იდეალური ვარიანტი არის, მე მგონი ამით მუშაობ. ხო, ასევე უნდა შევეხო, რა თქმა უნდა, იმ ამბავს, რომ თქვა, როცა ვადარებთ, ანუ მაინც ესე ვადარებთ ხოლმე, ხო, თქვა, ევროპულს ვადარებთ, ჩინეთში ნაწარმოებს, თქვა, ინდოეთში ნაწარმოებს, თურქეთში ნაწარმოებს, თუ რაც იქნება, ხო, ანუ ესეთი განსხვავებები არის მაინც. აი ამ ჩინური ტრაქტორების შემთხვევაში, თუნდაც ახლა აი ამ მოდელზე, ხო, თქვა, 50 ცხენის ძალიანზე. ანუ ოფციების მრავალფეროვნება არ გვაქვს, ანუ ესე რომ ვთქვათ. ანუ არ შეგვიძლია ავირჩიოთ მეტად კომფორტული თქვა სავარძელი. არ შეგვიძლია ავირჩიოთ თქვა უკან სამწეტილიანი აკიდების სისტემა თქვა უფრო ძლიერი. იმიტომ რომ ჩამოდის რაღაცა ერთი სტანდარტული სახით და იყიდება ესე რა, ანუ ყველა ვინც მოვა, ანუ ის მომენტი არ არის ახლა რომ თქვა იმის კლასის ან იმის ფენტის აწყობა რო გინდა და მიდიხარ და შენი გემოვნებით არჩევ და იქ რაღაცა 1000 ოფცია არის გასავლელი რომ ტექნიკურსაც ვიძახი და კომფორტის ზონაში ვამბობ, აი უამრავი საშუალება აქვს შენზე მოირგო ტრაქტორი, ხო? აქ ტექნიკურად რაც არის ეს არის. ანუ რომ მოდის თქვა ფერმერი თქვა შესარჩევად, ხო? მომხმარებელი, ანუ მარტო ხდება ეს ვარიანტი. ხდება ის ვარიანტი, რაც კადრში იყო წეღან, თქვა, უფრო ბიუჯეტური ვერსია, მაგრამ იქაც ტექნიკურში არაფერი ესეთი სხვაობა არ არის. ანუ იქაც ვერ აირჩევ თქვა რაღაცას განსხვავებას, ან ჰიდრავლიკის ტუმბო გინდა თქვა უფრო თქვა დიდი, იქ რავი რა, ანუ ბევრი ესეთია ხო, ნიუანსი არის თქვა რა. ამ ყველაფერს ვერ ვირჩევ. მოდიხარ და ხდება რაღაც აქ მაგალითად ეხლა თაობების მიხედვით აქვს დაყოფილი, დიდი ალბათობითი ხარისხი კი არ არის, აქ უფრო ბიუჯეტური ვერსია და არაბიუჯეტური ვერსია არის, შედარებით გვირადღირებულია, კომფორტის ამბავში აქვს დაყოფილი და ხო აი მეტი ეგეთი ამბავი არ გაქვს, რომ აი მოხვიდე და შენ ამბავში არჩიო ტრაქტორი, შენი რაღაცა ტექნიკურებით ვერ რა. შენ ეს უნდა მოარგო უკვე თქვენს თქვა ამას არგებთ, ამ ტრაქტორს არსებულ ტრაქტორს არგებთ უკვე თქვენ საქმიანობას რა. და ნუ ევროპული შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ საქმიანობას მოარგო ტრაქტორი. როგორიც გვჭირდება რა მახასიათებლებითაც გვჭირდება, იმ მახასიათებებით მოვარგოთ უკვე ეს ყველაფერი. ნუ ეგ განსხვავება არის ხა. მაგრამ ფასში ძალიან დიდი განსხვავება. შესაბამისად, სადაც არ გჭირდება ის ამბავი, თქვათ, ჩინური ტექნიკა ამ შემთხვევაში გამოსავალია სერიოზული და კარგი ვარიანტია ესე ვთქვათ. სადღაც გვადგება ჩინური ტექნიკა და გამართლებულია და მეც მაგის მომხრე ვარ, რომ არ უნდა გააკეთო იმხელა ინვესტიცია, მით უმეტეს სოფლის მეურნეობაში, რომელიც ძალიან რთულია, ძალიან ბევრ ამბეზე ხარ დამოკიდებული, ძალიან დიდი შრომა უნდა ჩადო, ძალიან დიდი ფინანსები და ყველა ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ შედარებით პატარა ინვესტიციები გააკეთოს თუნდაც ტექნიკაში. სადაც შეგიძლია რომ დაზოგო. მაგრამ არის თქვათ რაღაცა მიმართულებები, სადაც არ უნდა დაზოგო და პირიქით შეიძლება უფრო ცუდი შედეგისკენ წაგიყვანოს თქვათ ბიუჯეტურმა აგრეგატი იქნება ეს თუ ტრაქტორი. შესაბამისად, ყველას თავისი მომხმარებელი ყავს, მაგრამ იმ მომხმარებლებშიც და იმ სეგმენტშიც თქვათ რა სეგმენტშიც გადის ახლა კონკრეტულად ეს ტრაქტორი, მანდაც ძალიან ბევრი ბრენდი არის, ძალიან ბევრი ვარიანტი არის. და აი ამ ვარიანტებიდან გვაინტერესებს ყველაზე ისეთი გამართლებული საქართველოში, რომელი გამოდგა. მეტი არაფერი. ხო, თან ახალ ტრაქტორებს ახლა 2 წელი აქვს გარანტია. მშვენიერია, 2 წლიანი გარანტია მშვენიერია. როგორ ემსახურებიან და რანაირად ემსახურებიან მაგას მე ვთქვათ უკვე იქაც ვთქვათ როცა ვისაუბრებ და გამოცდილებებს გაგვიზიარებენ ფერმერები, მანდაც გავარკვევთ, იმიტომ რომ მე არ მქონია შეხება, სიმართლე გითხრათ. და საინტერესოა ეგ ამბავი. როგორც ვიცი, წვეთადი ნაწილების გარდა ყველაფერზე არის გარანტია. შესაბამისად ძალიან კომფორტული ამბავი არის. როგორც ვიცი, ნაწილები საკმაოდ ბევრი არის. ხა არ მგონია რომ დღეს უკვე ჩინური ტექნიკის ნაწილები ჭირდეს საქართველოში, იმდენი იყიდება. შესაბამისად ეგეც ძალიან ისეთი კომფორტი არის. და ხო, ნუ დანარჩენს მე უკვე მოდი დაველოდოთ შემდეგ ვიდეოს, სადაც უკვე რეალურად
მეც ვიმუშავებ, რაღაცა ვეცდები, რომ საათი მაინც ვიმუშაო თითოეულზე და აი მე რაღაცა ის შეგრძნებებიც, დაღლის ამბავიც, კომფორტის ამბავიც, თვითონ ექსპლუატაციაში როგორი არის, ეგეც რაღაცნაირად გადმოვცე ჩემიდან რა. ასე რომ ეხა უკვე შემდეგ ტრაქტორამდე